მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით, მეგობრებო, როგორ ხართ? კარგია მინდია, კარგი კი არა, ხალხო არის შესანიშნავი. მომწერა ალტამრო კურიერიო მალე მოვა, ბატონო. და წეთავდაბა. რატო დე? რატო გემ? მიხედე. ვაიმე. და უნდა გავხედო, მამაც გარეთ არის, მაგრამ მე უნდა ჩავიპარო ამანათი. გაზი მოიტანეს. ხო და ერთ სული მაქვს, როდის მოვაბრძანებთ სახლს შინა. მეორე ახალი ამბავი ის არის, რომ როგორც იქნა ვიყიდე ხორცის გასატარებელი მანქანა. და ისე მიხარია ხალხო, ისე მიხარია, რომ აი რა გითხრათ არ ვიცით. ვეიმარის ფილმის არის, მეტალისზეა, მოკლედ აწყობილი, არ არის პლასმასი, რაც პრინციპში ჩემი ის იყო, რომ ეგ მინდოდა. ხო და მოკლედ მომიტანენ დღეს. რომელიც ვიყიდე 129 დოლარად. ხო და ბევრი ვარჩი გუშინდლიდან ის იგი ტვინი ამეხადა. ეხლა რა თქმა უნდა 550 ლარიანი ვიზუალურად 500 რაღაც ღირდა ბევრად მომეწონა და ის ძალიანაც მომეწონა, ძალიან დახოცილი იყო. ამოხდიდე. მაგრამ სიმართლე გითხრათ, რატომღაც ეხლა არ იმას ვქენი, რომ მაგაზე გავწეწილიყავი მაინც და ეს მექნა. რა ვიცი, ესეც ძალიან ლამაზია მოკლედ. დაჯექი ჩემო სიცოცხლე უნდა მიირთვა. შენ დახატე გააფერა დედედიკო. არა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო, ფრიად კარგი დილა. ასე რომ ვთქვათ. ეხლა რა კარგი რობილი. დედიკო არ მატკინოთ ხო? მე ყავა არ მოვიტანე. მე რა მაგრად ვარ. აი რა მაგრად ვარ ყოფდებით. სად ვიყავი, რომ აქტიურად არ ვიყენებდი ამ შტატის, ანუ აი ახლა მეშლება ნერვები, ისე კომფორტულად ვიყენებ, რომ აი რა გითხრათ. ეს მივწიოთ. მარიკოს შემწვარი კარტოფილი, რომელიც ინება ქალბატონმა. და ჯექდედიკო და ისე გააფერადე. მე ამას ვატკი. რატო გადაწყვიტე ხართ მე რომ ვარცხნოთ და ეს ახარ მინდა რა ყბამო. თან მიირთვი და თან იმას ვქნათდე. ფანქრით მიკეთებდე? პირველ საათამდეო მოგიტანთო ხორცის მანქანასო და ძალიან მიხარი აი. ის ბლენდერი აღარ მისინჯე სავარაუდოდ გადავწვი. რა ვიცი, აი გრდა მე მართ. ხო და ძალიან მინდა სოფელშიც მინდა რომ ვიყიდოთ. ხო და მე რა ცოტა მე ახლა რაღაც ჩემ დედამთოს უნდა ადრე თქვა და აი მე უნდა მაყიდნო ძალიან კაია ეგო რა ხა იმის გამოტარებას და იმას მაგიტად რომ ამაგრებ და ხო და ვფიქრობ რომ ცოტა მერე ვაჩუქოთ ეგ ეს ძალიან პატაწუნა ჭიქა ეხლა გავაცნობიერეთ კბილი როა ანუ არდა ცოტა შექმნა შეყვარმა ჭიქა პატარა ნახევარი ხო თაში აი მარიკო გეხვეწებიდე თვალი არ გამომთხარო იყო ბევრნაირი და ძალიან ბევრნაირია თქვი კი იცით ბუში მინდოდა მერე რაღაცა პლასმასი ნარევი იყო მერე აღარ მომინდა მოკლედ რა და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრნაირი მოდელებია გოგოებო მართლა ძალიან ბევრნაირი არ გესწავლებთ ჩემგან იმდენაირი ხო და მივცი სიყვარული ნაკრატელი და ეს გავაფერადო კი ბატონო მივცი ჩემო სიცოცხლე ხო და ეს იყო რა ქვია
ძალიან ბევრნაირი მოდელებია, მაგრამ დედიკო, მე ამებს იმას გიზავ, გაგითვლი, რომ მარტივად დახატო, კარგი, ცოტა წვეროები არ აქვს. აი, ყვითლითაც გააფერადე, ამითაც გააფერადე. სულ შავით რატო აფერადებ? ეს არის სხვა ფერი რო აიღოს, ჩვენ დაფერადე. კაი, დედიკო. აი, ამას ხოში არ მატაკო, დედი. განაირად გაგითვლი, ჩემო ერთადერთო, გაგითვლი და თქვენ რომელი გაქვთ სახლში? ნუ მეტალი მერჩივინა უფრო აწყობილი ყოფილიყო მეტალზე, ვიდრე პლასმასზე. ვერ გაიგებ ხა რომელი უფრო გაგიძლებს, მაგრამ უფრო ვიფიქრე, რომ მეტალი ამეყო. და ვიზუალურად არ არის ცუდი ხა ჩემი, ანუ მომწონს ვიზუალურად. ნუ სხვები მეტად მომწონდა, მაგრამ ესეც მომწონს. დაიდებს ბინას ჩემს ოჯახში. ძალიან მიხარია და ჩემაც ვაიმეო ეგრა კარგია. ჩემო მაღლაც ვიყიდოთ, კაი მევთხარ. ხმა მეჩმა რო იყიდოს, რა თქმა უნდა გეხოწა. მაგას 100 წელი არ გამოიყენებს. მე შესაძლებელი ხუმელი გვინდა მაღლა სართულისთვის ვიყიდოთ. შესაძლებელი გაზი ხო ვიყიდე. ხუმელი გვინდა ამოჭრილია მაგის ადგილი მოკლედ. ეგ გვინდა. არა ჯერა. ფადედიკო. აი ტიპები რო არიან, რომ მაგალითად ურჩევნიათ, რო თუნდაც რა ვიცი, გართობაში, კაფეში დახარჯონ, ან აი რა ვიცი, ნებისმიერ ამის თუ წავიდეს, პროსტა კაბა იყიდოს რა, მაგრამ აი არ ქონდეს თუნდაც აი რაღაცა ისეთი, რაც ძალიან ჭირდება სხვათა შორის რა, მაგრამ ნუ აი რავი რა, აი ეგრე ხო ხდება. ხო და მე ვერა ანუ ვერ ვშვები ეგრე. ეგ იმას კი არ შესო მე რამის ვიკლებ ან რაღაც, მაგას არ ვუსვამ ხას. ხას უსვამ იმას, რომ ვიცი, რომ რაღაც ძალიან მინდა და რაღაც მეჭირდება, რაღაცას იმას მოვიკლებ რა, იმ პერიოდში გადავდებ ცოტა ხნით გვერდით, დედიკო, ფეხებს რატო ვშვები ეგრე? ეგ მაქვს, რომ აი ვერ დავხარჯავ სხვა რა, აი რაღაც გართობაში თუნდაც თუ ვიცი, რომ ის უეჭველი უნდა ხა ძალიან მჭირდება, ანუ უბრალოდ მეჭირდება კი არა, ძალიან მჭირდება ხა დედიკო. ხო და მევთხარი რეალურად ყობა მიყიდა ხო. ხო და გონი რამდენი 20-30 დავაბადე. ხო და ის არის წასულია ყობა და დღეს დაურეკე რომ მეთქი ის არის დასაფლავებაზე სამეგრელოში წასული და ყობა მეთქი არის ამდენლარიანი და არის ამდენლარიანი მეტალის და ხო და კაცო რომელიც უკეთესია მაგ კუთხით რომ მეტალია ჯობია ბარემის ყიდო და კაცო და ჩემსონდება გუში რა მიაყრე ყოველ დღე მოვალო ან ეგ ხორცის მანქანას ზაკაზი აქვს გაცემულიო ან რაღაცას ეხაო გული ვისკდება ხვალო რას დამახვედრებს სახში აი რა სიახლე დამხვდება ნეტა რა მოუდებაო ხადეთიკო ძი მოიფიქრებ ჯერარი ინტერვიუ თუ გადაიწყარ ხა ჩოფერი მინდა მე ხა რო გითხრათ მაგ ჩოფერს ყოველ დღე ვიყენებ არა მაგრამ მინდა რატო არა უნდა მქონდეს იმედია გადამწვარი არ იყო იმედია მე გავსინჯავ მაშინ ისე ვიყავ ნევრობაში მაგის გასინჯვის ნევრები არ რა იღუდა რაღაც რა ვიცი რა სიზავს ვერ გეტყვით ვაიმე ჩქარა დედიკო ხელი მეთქი ოპა ნუ ბრაზდები ნუ ბზოი შენი ჭირიმე ნუ ბრაზდები ნუ ბზოი შენი ჭირიმე ხო და ესეთი ამბები გოგოებო ძალიან მიხარია მოკლედ რომ გითხრათ
მით უფრო მიხარია ხოლმე, როცა მე არ ყიდულობ. და მე ამდენი მას ვიღებ მონაწილეობას. უფრო მაგიტო მიხარია ხოლმე. ამ კუთხით მართლა ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. ანუ მარტო ამ კუთხით, კი არა, ამ კუთხეზე რომ ვისაუბროთ. რა გამიმართლა. ის რომ კობას უყვარს რომ სახლში ხო, ნუ ტექნიკა თუ რა არის და ასე შემდეგ, აი ეგ მომენტი აქვს, რომ აი ოჯახში უნდა იყოს და შენ თუ გინდა და რაღაც, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიწიე თუ შეიძლება, ხო მეტკინა მხარია რა დედა, მოიწიაქეთ დე. ასე დედიკო. და აი რომ მინახავს გამიგია კაცე, მოიცა რა მომინდომა და აი ანუ და გამიმართლა. იმიტომ რომ მე ეგეთ კაცს ვერ შევეგუებოდი, ვისთვისაც თუნდაც აი ეხლა ხორცისის აი ეს არის რა, მოიცა რა დადეგი და დაბეგვე და ეგრე ქედი და ან ესეთი იყიდე და მორჩა რა და სხვა გზა თუ არ მექნებოდა და ვერ მოვაბავდით თავს და იმას რაღაცა სხვას ვიზავდი, ან არ ვიყიდი და დაველოდებოდი, ან განვადებად გავაკეთებდი. მაგრამ ყობა მითხარ რომ განვადებაზე ვკვაცაო ერთი რავი ლამის 100 ლარი კი და გემატებაო. შევა ცოტა ნაკლები, შევა 100-მდეო და მოდიო ბარემო ხან წავს ეგრე მაქო მაგდეს მოგცემო და იხატება ყვითელი. შევთანხმდით ბატონო. იხატება ყვითელი. დიახ დედიკო. ამიტომ ვიძახი რომ სხვა არის როცა ადამიანი არის მეოჯახე. აი იხატება. სხვა არის როცა მარტო ტაშფანდური უნდა ადამიანს მამაკაცს. მეგონია რომ ყვითელი მიგიტყმატა. რამდენად მნიშვნელოვანია რომ თუმცა რაც ჩვენ შეგვეხება ან შესაძლოა რომ რაღაც გვინდა და გადავდოთ ყოველთვის გართობა, ყოველთვის გაზენება, ყოველთვის რამის ყიდვა, არა. თქვენ კი იცით რომ მე ასე არ ვარ. მაგრამ რაღაც მომენტები მაქვს, რომ აი კონკრეტულისთვის ხდება რაღაცა თუნდაც იმის შეგროვება, მობილიზაცია და იმას არ მოვკიდებ ხალხს, იმიტომ რომ მაგალითად წავიდე და აი რა ვიცი, სადღაც მაღაზიაში დავინახე ფეხსაცმელი და აი თუნდაც ხა გამოვიტანო იმ ანაბარზე რაც მიდევს, რამდენი მიდევს კი აღარ მინახავს ბოლოს და გამოვიტანო ტელეფონისთვის რო ვაგროვებ იდეაში, რისთვის ვაგროვებ საბოლოო ჯამში არ ვიცი, მაგრამ ხო ტელეფონი დავარქვი. მაგრამ ძალიან მაღალი ფასია რეალურად რომელი ტელეფონიც მე მინდა. მაგის განადება რომ გავაკეთო ალბათ 7000-ის გადახდა მომიწევს. ამიტომ ვფიქრობ რომ მოვითმინო და მოვაგროვო, რა თქმა უნდა 4000 მეროდის მოვაგროვებ, მაგრამ მოვაგროვო რაღაც გარკვეული ნაწილი და ისე გავაკეთო განვადება რომ არ მოუწიოს ძალიან ბევრი მერე რა. ანუ რაც უფრო ნაკლებიაში გაკეთებ განვადებას წისწრებით შეიტა, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებში გიწევს მერე და მირჩენია მოვითმინო. თორე რატო არა, უკეთეს ხარისხი მეც მინდა, მაგრამ მეჩვენია მოვითმინო და ნელა მივყო იმ ჩემ გეგმას, რა ძალიან მინდა. ეხლა სულ თავებოდ კიდე რამდენი ხანი 2 თვემდე უნდა ვიმუშაო და მე უკვე შეგულებაა შესაბამისად ალბათ შეგულებაში გავალ ხო თვეში და რეალურად მაქსიმუმ მობილიზაციას რასაც გავაკეთებ ახლა ზაფხულამდე სანამ შეგულებაში გავალ არის 500 ლარი რასაც შევაგროვებ ანაბარზე ხო და არ მიღირს მირჩევნია მე მოვითმინო კიდე დავამატო და ვფიქრობ რომ ასე ჯობია ვიდრე აი ხა გავიქცე და ამ ხელა განვადება ვთხრიშო ხალხო 1.7 მაინც დამემატება ყველა ვარიანტში იმიტომ რომ მოკლე დროზე ვერ გავაკეთებ ბევრის გადახდა მომიწევს მე უნდა გავაკეთო გრძელვადიანი და რაც უფრო გრძელს აკეთებ მით უფრო ბევრი გემატება რეალურად ცოტა გადასახდელი თვიური მაგრამ ბევრი გემატება რა
რაც ალაბადია რომ რატო ვიმეტიჩხრო და გავითხე შუაზე ისედაც ხაური განვადება მაქვს ოღონდ ძალიან ცოტას ვიხდი 13 ლარი 14 ლარი ესე მაგრამ რომ ხო ვიხდი ხო და რაც ვინახა კიდე იმაზე გავიწეწო და გამოვიწეწო დაველოდები რაღაც მინდა ამდენი ზუბერში უფრო ნაკლები ეს გოგო ხო და მოკეთ ესე გადავწყვიტე რომ მოდი ამეთქი გვანცახა არიჩქარო ნელა მშვიდად მიყევი იმ შენ გეგმას და არისო რაღაცა აფორიაქებული და ეს ეხლა YouTube-ის ხელფასით ჩამერიცხება ახლა გამოვიმუშავე თქვენ ხო იცით რომ გამოვიმუშავე მე შემდეგ თვეში გერიცხება აი მე ვფიქრობ რომ ყველაზე დებილური წესი აქვს ეს YouTube-ს იმიტომ რომ გამოვიმუშავე ხო ჩამერიცხე რა იმ თვეში რას ველოდო ეხლა შემდეგ თვეს ანუ ხო და მაგრამ ძალიან ის არის რა გამოვიმუშავე $109 ხო და დავით გამოვიყენე არ არის ცოტა სულ მეუბნებიან ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში რომ მალავერო და ამბობ ხოლმეო და რა ვიცი საერთოდ არაფერია დასამალი ხალხი რა არის რომ დავმალო რა ეხლა ან რომ მოვიტყუო რომ მე იცი 200 რაღაც კაი რა მერე ანუ მე გავიკე რა მერე ან რომ მოიტყუო ან მოიტყუს თავი დაანება რო არ ამბობ მე რა ეხლა 1000 კაცი რო გეკითხება ხო შეგიძლია უთხრა რომ შენ ნაშრომს ამბობ ანუ სხვისას ხო არ ამბობ აი ხო და მაგრამ ზოგადად მე არ მიყვარს ხელფასებზე საუბარი აი ის ჩემთა სამსახურში აი ვინმეს კითხო ესე შენ რამდენი გაგდა რაღაც მე გითი რაცები არ მიყვარს მაგრამ ხა YouTube-ის სხვა რამეა კიდე დღეს მე დავიწერე შენი ლექსი დიდი მადლობა აქ არ ვაპირებ არაფერს დამალოს ისედაც არც იმას დავმალავ თუნდაც თქვენთან ახლა რო დაგაინტერესოთ გეტყვით მაგრამ ეხლა რეალურად არ მიყვარს ხელფასებზე რაღაცა კირკიტი და რო გარიდებს ადამიანებს კიდე რომ მილიონჯერი კითხები მე გითი რაცები არ მიყვარს იმიტომ რომ არის მომენტი რომ შეიძლება ერთი და იგივე პოზიციაზე იყოთ მაგალითად ადამიანები და უშოთ გეუბნებით მაგრამ მას შენ მეტად უღირდე და მეც გიხდიდეს ანუ ხო და ამიტომ არ მიყვარს ეგეთი რაღაცები არ მინდა ჯონი ადამიანის უხერხულში ჩაგდებები არ მიყვარს აი ატოდ მივასყდე და ვკითხო მაგრამ რაც შეეხება YouTube-ს აქ მე თვითონაც ვამბობ და მე თვითონაც ძალიან ღია ვარ ამ ამბავში და ბევრჯერ მილაპარაკია ამაზე ჰადე პირიქით ანუ მე მიხარია და გეუბნებით რომ აი ამდენი გამოვიმუშავე მიხარია იმიტომ რომ თქვენ რომ მიყურებთ თქვენი დამსახურება ის რომ მე ახლა ჩამერიცხება ეგთან ხა ანუ მაგას ვიძახი რომ ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება ეგ გაჭირება ჩამიგდე ხო დედიკო მიირთვი ჯერ ერთი წუთი და ძალიან ბედნიერი ვარ მაგის გამო ძალიან ხან მეტი გამოდის ხოლმე ხან ნაკლები და რა ვიცი ესე რა ყოველ შემთხვევაში როგორც ხედავ ძალიან კარგი მატებაა ჩემს YouTube არხზე და რაც მეტი იქნება უფრო მეტი იქნება მე შემოსავალიც უფრო მეტი ყურებაც იქნება და ასე შემდეგ ჩაყლაპე ჩემო ლამაზო სკუპ 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 სელკი პრანჭია წამოვიდა სკუპ 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 სელკი პრანჭია ესე რომ ძალიან მიხარია და მადლობელი და მადლიერი ვარ თქვენი ყველასი ის დროს მithმოთ ყველასი ხალხო გუშინ აი არ ვიცი დამეძინა ისი ადრე ვერაფერი ვერ გავიგე ქვეყანაზე გავიტიში ისი ადრე დამეძინა ანუ ზეზეურად გძინავს რომ ამბობენ ხო იცი და აიქრები ვიჭიქ და მეძინა ჩაულებრივ წეკი მერე და 5 წუთში გავითიშე არც მახსოვს ანუ მე რკობას გაუთიშია ტელევიზორი არც მახსოვს საერთოდ რომ ტელევიზორი ანუ ვინმე გათიშა და აი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში გავაკეთე ლობიო ვიზუალურად ძალიან გემრიელი ჩანს და იმედია რომ ეგრე იქნება სკუპ 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 სელკი პრანჭია ვუალა
ხო და კობას არ გაუსინჯავს გულში ხამე გავაკეთებიან რა რომ მეთქი მეორე დღეს ანუ დღეს არ მქონდეს რა მეთქი ხა მაგაზე ისა კიდე მაგის თავი არ მაქვს თქო და მეთქი მირჩევია მეთქი რომ დღეს ვიწვალო და მანუ ხვალ იყოს მზათან აი ხამე მიყვარს კეთება არ ვიცი რა თქო აი სახლის ალაგებაც ადილების მომზადებაც ხამე მიყვარს აი რავი ეგ ჩვევა მაქვს ბატონო ხო გაზი მოიტანეს გული ამოვარდა აი ისეთი ლამაზი ისეთი საყვარელი Samsung-ია ძალიან ლამაზია ძალიან ჩქარა ჩემო ლამაზო რა სკუპ ხო და მიხარ სუნთქავ პირველ საათამდე ჩამბარდება ჩემი ხორცის გამოსატარებელი რაც ძალიან კარგი ამბავია მაქსიმუმ პირველ საათამდე და რა ვიცი იმედია რომ რაღაცა გული მეხლება ხა რომ ავირბინე კიბეზე და ჩამოვირბინე ცოტა გული დამეღალა ხო და ესე მალე რატო დამეღალა ვერ გეტყვით ვაკუუმის ვარჯიშები გოგოებო აი დედას გაფიცებით მარიკო და ფეხებს მაღლა ნუწევ კამერა მაქვს ჩართული ხო ჩემო სიცოცხლე ვაკუუმის ვარჯიშებს გირჩევთ ხალხო აი როგორ აი ვერ გეტყვით აშკარად მუცლის ტერიტორია ზონა იქ ვერდები და ისინი ოდნავ შემეცვალა ოდნავ ამას მარტო მე მივხვდები სხვა ვერავინ ვერ მიხვდება მაგას იმიტომ რომ ჯერ შენ თავზე შენ თვითონ აღიქვავ ამ დეტალებს პატარა დეტალები რო არა ამიტომ გირჩევთ ვაკუუმის ვარჯიშები გააკეთო მე თქვენ გაჩვენეთ როგორ უნდა გავაკეთოთ ვაკუუმის ვარჯიშები წინა ვიდეოში ნუ დაგეზარებათ მე სულ თავებულ 3-4-ში ვაკეთებ ხოლმე ჩავისუნთქო გაჩვენეთ აი თაყავას ვადუღებ თან მაგას ვაკეთებ ხოლმე რა აი დილით დრო რო არ დაკარგოთ თუნდაც ეკვილს რო იხეხავთ მაგალითად საწყს რო ისვამთ სახეზე პარალელურად გააკეთეთ ვაკუუმის ვარჯიშები ოღონდ არ უნდა გქონდეთ საკვები გოგოებო მიღებული რა სკუპ ცელკი ბრანჭია ხო და ძალიან კარგია და აი რა ვიცი ეს პროცენტიანი ის არა თქვი რეკომენდაცია ვაკუუმის ვარჯიში და ძალიან კარგია დავუთქვი რომ ერთი თვე აქტიურად გავაკეთებ და დავაკვირდები მე რა და როგორ ჯერ რა დროს ერთი თვეა გაწყვე ახლა დავიწყე ესე რომ ხარია რა შვებიდე სიხარულო რა შვებიდედი პატარა ჩემო პატარა სკუპ მოვიდა ვინ მორბის მარიკო მორბის წავიდა დედა გაახარა მარიამა იმიტომ რომ ძალიან კარგად მიირთმევს და მარიამი რომ მიირთმევს ხალხო ჩემი სული და გონება ისვენებს ანუ ბატონ ბევრი იყო ბოდიში და ვერ დავინახე კარგი ბოდიში საყაროა არა შევიდეთ ნეკისა სერგებისა ვისა სერგებს ტოტისა წამო იუჰუ იცი შეგდეს ტორტი შეჭამოს ჩვენი ენა გვაქვს მე და ჩემშიც ჩვენი ენა გვაქვს მე და მარიკოს აი ალტას მომსახურება არის ძალიან მაგარი აი ძალიან აი არ შემიძლია უბრალოდ თვალი იმას ვქნა აი ამ ალტას მომსახურებას ძალიან კარგი მომსახურება აქვს მაღაზიაში და მოტანაც ძალიან მობილიზებულები არიან ძალიან აწყობილები არიან მარიკო ფეხები თუ შეიძლება ჩამოწიედე და ფასები ცოტა ძვირი არის მარიკო ფეხი გაასწორე თქო მარიამი და როგორ შეიძლება და კამერა მაქვს ჩართული და შენ ფეხებს ეგრე იშვერ აქვთ არის რა ძვირი არის აი თუნდაც მობილური ხო კიდე გეუბნებით გამოვშტერდი ზუმერი ნაკლებია მაგრამ აი ზუმერზე უკვე ისეთ რაღაცებს ამბობენ ხალხო რა ვიცი რა გავაკეთო ვეღარ გავიგე არა და ქვეყანა ხალხი ყიდულობს მაგ ზუმერშიც მაგის მეტი რა არის მაგრამ
რა ვიცი, ნახოთ. დედიკოს. მაგათ გარდა კიდე სხვა ისინიც არის და სხვაგანაც გავივილი, როცა დადგება იქ დღე რომ მე ვიყიდო. მაგრამ როგორც გითხარით, აღარ ვიჩქარებ. მე რეკობა მეც დაგიმატებ ხარ ენერგიულობა და მე დიდი კონს დამიმატებ. ცოტა ოე ვაშა. აფრედი. მირთვა მარიამა? სკოპ, ცელკი პრანჭია. იუჰუ! მე როგორ მიხარია და ეროჭამ ჩემი გული ზეიმობს. ჩემი გული ზეიმობს? კი, ჩემო სიცოცხლე. ხო, კურიერს არაფერი არ ემატება. გოგონა მითხრა, თუ რა ბიჭო, თუ რა ვიცი ყო ადმინი არის. მანქანა რა უნდა მომიტანან? არ ემატება არაფერი. რაც არ გამიხარდა სხვათა შორის. ლა როკოკოკოკო. დაბიდუბიდუბდუბა. კაქტუსი ვიყიდე, ვაიმე, ეხლა უნდა გითხრათ ხალხო. მე ზოგადად მიყვარს კაქტუსები. სულ არ მიყვარს ეხლა ყვავილები, რომ ყვავილებს იკეთებს, ანუ მე რომ მოვარო არ მიყვარს, რომ ხობს რო გიჟდები, ისე მიყვარს. ძალიან მიყვარს კაქტუსები და ეხლა წავიდეთ კაქტუსი რამდენი სახეობის არის. ხო და ყველანაირი მიყვარს, ყველანაირი რომ მინდა მქონდეს, ანუ რა ვქნე, მიყვარს კაქტუსი. მელამაზება საოცრად კაქტუსები. ძალიან ბევრი კაქტუსი გამიბუჭდა. გადავირიე. რა არის მიზეზი მე თქვენ ახლა გეტყვით რაც მე არ ვიცოდი და შვილო რო არიცი მოვლა უნდა იკითხო. არა, მაგრამ უსხამდი წყალს. რაც რა შვები დედა. იმ შედეგი დადგა რომ დალპა. კაქტუს არ ჭირდება ყოველდღიური დასხმა და არც ყოველკვირეული გოგოებო, რაც არ უნდა მზის გულზე იდოს. 10 დღეში 2 კვირაში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია და არ საჭიროებს კაქტუსი წყლის ხშირ მოხმარებას, იმიტომ რომ ამას უყვარს სიმშრალე მეტად, ვიდრე ნოტიო მდგომარეობაში ყოფნა. ეს კაქტუსი რო ვიყიდე, გაჩვენოთ მე პაწაწუნა და ხომ გადავიტანო. ამ ქალბატონმა მითხრა რომ უთხრა მე კაქტუსები გამიფუჭდა თქო და რა რატო გაგიფუჭდა და რა ვიცი ეს რას ამბობ გადაივია ვის გაუგე კაქტუსების მალმალე მორწყო და მე კიდე არ ვიცოდი ხალხო და გავაფუჭე ძალიან კარგი კაქტუსი რომელსაც ძალიან ვუფრთხილებოდი და გული დამწყდა ერთ-ერთზე განსაკუთრებით დამწყდა ხო და ახლა ისე ვიწყებ უბრალებას ასე რომ ვთქვათ აივნისთვის მინდა ჩვენი აივნისთვის აივანი თქო იმისთვის ფაჯრას რო დავალა კორაფაზე გარედან და იქ სუმზე არის და მე ვთხარი რომ ისეთი მინდა რომ სულ მზის გულზე რო იტყოს თქო ზოგი არის რომ ძალიან მზეს ვერ იტანსო მაგალითად ახლა სულთად მზეს ვერ იტანსო ხა თუმცა კაქტუსი მაინც მიჩვეულია ამ პირობებსო მაგრამ არის რაღაცა სახეობები რომელიც დიდად ხარ გიждდება ომზეს ხო და გაჩვენებთ მე ძალიან მომწონს ძალიან ლამაზია გახოულია მეკლებში ძალიან ხო და ესეთი ამბები მოკლედ დღევანდელი დღე დავიხედები აქეთი საჭმელი გაკეთებული მაქვს სახლი ცოტა დალაგებული მაქვს და ხო არ ვიკოტრიალო მე ეს კოტრიალიც არ მინდა რაღაც მინდა და ვერ გავიგე ეხლა ფიქრობ რა მინდა მართლა არ ვიცი რა ეხლა რომ ვიცი რა გინდა დღეს მეგობრის ველოდებოდი და ვერ გამოვლენ იმიტომ რომ გაცილებულები არიან ზოგი დედა ზოგი ბავშვი და ამიტომ ხო და ჩემი ქმარიც ჩამოვა ძალიან გვიან თქვენ ალბათ იცით
ვინც სამეგრელოსკენ ხართ, ფესვები გაქვთ, ძირი გაქვთ და ასე შემდეგ, რომ იქ დაკრძალვა ცოტა სხვანაირად ხდება. 3 საათზე გამოსვენება, ან უფრო გვიან, მერე ეგრეთ წოდებული ქელეხი ხო საერთოდ რომელზე იწყება და მთავრდება კაცი შვილი ვერ გაიგებს და იქ ძირითადად დილიდან არის ეგ პროცესი, იმიტომ რომ ვინც მივა პანაშვიდზე ყველა შეუძლია გადაინაცვლოს მიირთვას რაც უნდა და მოკლედ აი მთელი ისა აქვს რა ქვია რაღაცა ჩემთვის ძალიან მიუღებელი კი ბატონო და წესები რაც არ მომწონს და ვისურვებდი რომ რაღაცნაირად აღარ იყოს ეგრე ბატონო ჩაგირთავ აი დავასრულებ ახლა საუბარს 2 წუთში შენ დახატე და ჩაგირთავდე და საერთოდ არ ვთვლი რომ ამდენჯერ საჭიროებს სუფრაზე დაჯდომას ამ დროს ადამიანი. აი როგორ არიცით რომ არა მარტო შორიდან ჩასული ადამიანებისთვის იდეაში ეგრე იყო, მაგრამ ვინც მიდის მე ყველა იჯდება რა, ანუ აზრი არ აქვს მეზობელი იქნება იქვე მცხოვრები, შორ მცხოვრები არ აქვს მნიშვნელობა. რაც მე ძალიან არ მომწონს და ძალიან იწეწება ოჯახი ხალხო, უბედურება ეს დილიდან ასე ვთქვათ ქელეხი. ეგრე გამოდის რა დილიდან და მერე ისევ რომ დაკრძალვა ისევ და მიბრუნდეს უკან ხალხი და ნუ აი მართლა ძალიან რაღაცა უვადო იმაშია გადასული რა ძალიან არ მომწონს და არც მომწონდა არასდროს და ვიმედოვნებ რომ ოდესმე შეიძლება მაგრამ უკვე რომ გადგმული აქვს ამ ყველაფერს ფესვები და ის რაცა შეცვლისკენ ვერ მიდის ეგ ამ პირში ასიდებ ხო თორე ვისურვებდი რომ ეგრე აღარ იყოს და ოჯახი ასე არ იწეწებოდეს რა. ნამდვილად ვისურვებდი. ბატონო. რა გინდა სიყვარული? გოჭიპება და დაასრულე. დავასრულებ ახლა შენ დახატე და დედიკოც დაასრულებს დედიკო. ჩემო კუსკუსელა, დედიკუსელა, დედიკუსელა. ნელა ბეჭედი. ხოდა ეს ხელები მაქვს დასიებული, ოღონდ არ ვიცი რატო და თვალებზე კი მხედავთ რომ თლად რაღაცა არ გამოვიყურები ღვთისაჩუქარივით. არა და შეხო ის რომ მე ამ ბეჭედებს არ მიხსნი საყვარელი. ხო არ გცივა დედიკო. მოდი გაკოიცოს დემდე. მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. რა ეკონომიური ჩახუტება იყო შვილო. ციკით არ წაკეთ. მოდი ჩაეხუტე. მე ხო დიდი ვარ. რა თქმა უნდა დიდი გოგო ხარ. და მოდი დავეტოლოთ მე. აბა, დავეტოლოთ. მაი მე მარიკო უფრო დიდია, ჩემი ლამაზი გოგო უფრო დიდია. იმიტომ რომ მოვიმატე ჭონაში. ჭონაში მოიმატე და მაგიტო, ხო ჯემულამსო, ხო. დედიკოს გოგო ვინ არის? დედიკოს გოგო ვინ არის? ჭონაში მოიმატე და მაგიტო გაიზარდე. ჩემო სიცოცხლე, კარგად მიირთმევ და მაგიტო, ხო ჩემო ლამაზი? ხო. ეგრე ვინ აკეთებს? დედა ხუტუ? გოჭიპება. როგორ აკეთებს? გოჭიპება. ეგრე? ეს კი მამა ხუტუ. მეთო მაღალო. უბადო კონცერტი მაგ მოდით. მოდით, ქალი კაცი საღლი კატე წამოიყვანეთ ყველა. მარიამს უხდება ჩემი არ იყოს აი მე დედიკო მიშველეთ. აი ეგრე თმები რომ მიუშვებ თავის დებაზე რა, ეგრე უფრო უხდება ვიდრე დაწყობილ დალაგებული. აი მე დედიკოს გოგო. გუშინ კობამ მოგვიტანა ნაყინები და არ მიჭამია მე არ მქონდა მაგდენი კალორია და მაგას ახლა კალორია. ეს კი მამა ხუტუ. ხო და გამოაღო მაციო. ეს კიდე არ გიჭამია რა მეთქი. 1-2 დღე საყინულე მართლა არ გამომიღია. ხა რა არ დამჭირვები ამ 2 დღეში. 18 წინა დღესაც მოუტანე ნაყინი. ეს კიდე არ გიჭამია. რა მეუთხარ? დედულა, ჩემი დაბულა, ჩემი ბაშკუ ბაშკუ.
ხო და რა მეუთხარი როდის მოვიტანე მე სოდა მიდახავთ კაც ხო გითხარით რომ მოვიტანე არ ვიცი მეუთხარი ძმაო ეთქო ყურს დაბაკდა ვერ გეტყვი გაზა გამიგია ვერ გეტყვი ვერ გავიგეო მომაკო მარია თავში არ გამარტყა შვილო გეხვეწები ცოტა იქით მიიწიე დედიკოს გული ეგეთი ვერ გავიგეო მომაკ დევს ჭამე მეუთხარი არ მიტყვა შედახი ეხლა დღეში ორ საათს ვერ შევჭამ მეუთხარი რომ მაღალი კალორია აქვს ძალიან ნაყიდ ხო და მაგ ხელა კალორიის ახარჯა ნაყიდში მეჯერე საკვები მივიღო მაგრამ სულ ასე ხო არ ხანის მინდა მაგრამ ნუ იდეაში მისჩევნია რომ თუ შავით მე არ მინდა შავი ჩადე და რატომ კივი არ კივი აჰა ესამის მადლობა არ გაიზარდე დიდი მადლობა შვილი ატიტი ბატონო მოვიდა ჩვენი ულამაზესი კუსკუსა და ჩემი მარჯვენა ხელი აქ იმდენი ვილაპარაკე ხალხო რომ გადავწყვიტე დამედუმებინა და უბრალოდ ჩემი ხმით გამეხმაურებინა იმიტომ რომ აი მილიონი კითხვა დავსვი ხო ის ჩემი კაქტუსია რომელიც შევიცინე რომელიც კადრში გამოჩნდა მე როგორც გამარკვიეს ზოგი არის კუპატი, ზოგი სოსისის, ის პლასმასი რაც დაინახეთ. ესენი რა თქმა უნდა არის მეტალის კარკასი, სულ მთლიანად. კი ბატონო, ჯამიც მეტალი. ნუ ეს ხორცი რო. ჩადო, ისე გაჯვენეთ თითქოს ახლა. ძალიან ლამაზი არ ვიცი. მე ძალიან მომწონს საკმაოდ მძიმეა მით უმეტეს კარკასი აქვს საკმაოდ მძიმე სხვათა შორის აქ ნუ იმდენი კითხვა დავსვი ჩემ თავთან და თქვენთანაც ვერც კი წარმოგიდგენიათ ხალხო ამიტომ თაბრურო არ დაგხვეოდათ სასწრაფოდ დავატუმე ჯერ ვერ გაუგე მერე გაუგე და მოკეთ სული დამეტაინჯა მე გასკარად არა ვარ აქ შემოსაშვები კი ბატონო პირები რამდენიმე ხო აქ გეუბნებით რომ რაღაც დასეთილია მაგრამ ძალიან ბედნიერი გახლავართ დილა დაიწყო ძალიან კარგი სიახლით მადლობა ჩემს მეუღლეს ძალიან დიდი მადლობა მაგრამ მეც ხომ მივიღე ხალხო მონაწილეობა ეგრე კი არ არის დროებით